Скатилась по зале убитых песен. Да мне нечего терять, а мир так тесен. Дай-ка брать тебя в надежду. განსხვავებულ აზრს პატივი უნდა საერთოდ რა. ხალხი საქართველოში არის ეს მრავალფეროვანი. ცოტას. ერთფეროვანი ხო ესე არის საქართველოში. აი, არა მრავალფეროვანი ხო ესე არის. აბა მრავალფერო, აბა ერთფეროვნებია. დი ბუშტი გაუბეროთ. მივდიოდი, გადასასვლელზე ხმანქარები აჩერებდნენ, ასიგნალებდნენ. ხალხი ხო ყვიროდა, აი ამას პატრონი არ ყავს რაღაცები ისა, вообще გინებები ძალი ბიჭებს და ეს ერთხელ ვიჟეხი მარშრუტკაში და ვიღაც კაცი ხალი და ვიღაცები ზიან და ზრდასკენ ხალხი და მე უკან ხალხი ზივარ დამინახეს ეს ყველაფერი საყურები მიჩნდა რაღაც და საწყადი ბავშვი პატრონი არ ყავს და სახლი აქვს რაღაცები დაიწყეს და ჩემზე ჩარჩენილები არიან ძობრაში ხალხ და რაც გინდათ ის თქვენზე რეაქცია არ მაქვს მე ხალხზე ვკიდიხარ ცოტა На столе чуть поела, то скатилась по зале убитых песен. Да мне нечего терять, а дай-ка брать тебя в надежду. სექსის პრობლემაა ჩვენ ქვეყანაში და ვინ უშდენი ხო ქალი მაგრად რომ უნდა ეს ჰორმონები რომ მოაწვევა ხო და რომ ვეღარ ითვლეს მოყავს ცოლი გაერთობიან რაღაცა ბავში გაუშვება და მერე შორდებიან ერთმანეთს და ეს ბიჭი მერე მამის გარეშე ვიღაც ქურდი და მამაზაღლი ისდება ეს გოგო ბოზდება ეხლა მე ვფიქრობ ანიზე ესეც ჩემზე ფიქრობს და როდესაც დავიშლებით ეს რასაც უნდა იმას აკეთებს მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ ანუ ყველანაირი სტერეოტიპი დანგრეულია არ მაინტერესებს სხვა რას აკეთებს და როგორ არის მიღებული და სხვა ჩვენს ურთიერთობაზე რას ფიქრებს ეს ყველაფერი მკიდია რა რატო წერ და დავცინი ამ ყველაფერს ერთი სიტყვით სიყვარული არ არსებობს ჩემო კარგებო საერთოდ სიყვარული, რასაც ქვია, ნამდვილი სიყვარული არის ერთეულებთან და გამორჩეულია ეს და ეს არის ძალიან ცოტა გულწრფელი გზნობა და ის ადამიანი, ვისაც შეუძლია სიყვარული, ეს არის ძალიან ბედნიერი. და ვისაც არ შეუძლია სიყვარული, ის მართლა უბედურია.
რეალობა ესაა სოციალური კონსენსუსი. და ვინც ამ კონსენსუსს არ ეთანხმება, ის ან საგიჟეთში ხვდება, ან მერე ცოტა ხანში ასაფლავებენ პანთეონებში და ასე შემდეგ. ხელოვნება თვითონ ექსპერიმენტების საფუძველზე შენდება, მაგის ფუნდამენტები არის ექსპერიმენტები და ექსპერიმენტი არ შეიძლება რამე დოგმაში მოექცეს, ხო თუ დოგმა იყო, მაშინ ექსპერიმენტი რაღაც საჭიროა. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ხელოვნებას და ქართულ ლანდშაფტზე და თვითონ თანამედროვე ხელოვნებს აქვს ეგ პრობლემა, რომ ექსპერიმენტის საშუალებას საზოგადოება უსპობს, იმიტომ რომ უკვე ფიზიკურ საფრთხეში არიან ეს ადამიანები. ესაა პოეზიის ვარდისფერი ქსელი. საზოგადოება ვერ ხვდება ერთს, რომ ის გახდა სიტყვა ბრბოს სინონიმი. ამიტომაც მე ვერ ვიტან საზოგადოებას, მაგრამ ჩემს საკუთარ თავზე მეტად მიყვარს ხალხი. ქალაქში სადაც სარკეები მხოლოდ ბედნიერთა ბედნიერებას და მდიდრების სიმდიდრეს აჩვენებენ, სადაც ყველაფერი ისეთი გასაგებია, როგორც მთვარის ოდნავი განათებით ნატკენი ღამე. სადაც იცინიან ან ტირიან, ზუსტად იციან რატომ, ხოლო როცა ჩუმდებიან მაშინ არასდროს. სადაც დილაობით მეეზოვის დიდი ცოცხით იშლება წინადღის ნაფეხურები. სადაც სიყვარული ბოზობა გონია და გაფორმებული ბოზობა სიყვარული და სადაც ეს ყველაფერი ფსიქოტროპულ სიზმრებად იქცა. ჩემი თვალი გაიჩრება შენს მზერაში და ბგერაში ვერადავერ გადაწყდება. მე ავივლი, შენ ჩაივლი, კიბე და უცნაურ გამოხედვას ერთხელ კიდევ გადამკიდებ და მეყოფა და სახეზე დამეტყობა ისევ უშნოდ შე ქალწულო შე მეძავო თვალით მრუშო. როცა აღმოაჩენ რომ ცხოვრება ტურისტული სააგენტოა, რომელიც გაგზავნის ყველგან სხვადასხვა ფასა. და მომავლის სულ სხვადასხვა ვერსიას გთავაზობს, მიხვდები რომ საკუთარ თავთან რახანია ჭადრაკს თამაშობ და ყველა პარტიას ერთდროულად იგებ და აგებ. და როგორც ნამდვილი მხატვარი, მედროვე მხატვრის გავლენით დახატულ ტილოზე უყურებ. საკუთარი თავის მტრედებით გამოხატულ გადაფრენას ძველი სახლების სახურავებზე თავს საკენკს უყრი შენივე ხელი და უსირცხლოდ იწყება აკენკვას. გამოფხიზლდით!